ხაი ეს წუთია შედიან ადვოკატების შიგნით სუსის შენობაში მე ოპერატორს უთხოვ რომ კადრში გაჩვენოთ პროცედურულ საკითხებს გადიან ახლა გიორგი კონდახიშვილი და ლაშა ტყეშელაძე ლევან ხაბეიშვილის ადვოკატები და სულ რამდენიმე წუთში უკვე ისინი შეხვდებიან ლევან ხაბეიშვილს გაურკვეველია რატომ შეყოლდა მათი შეშვება შენობაში ვინაიდან 4 საათზე მეტია უკვე გასული მას შემდეგ რაც ლევან ხაბეიშვილი მოიყვანეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში თუმცა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მათ არ ეძლეოდათ საშუალება რომ შესულიყვნენ შიგნით ამის პარალელურად ცოტა ხნის წინ სახალხო დამცველმაც გაავრცელა სხვათა შორის წერილობითი განცხადება სადაც მოუწოდა ლევან იოსელიანმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს რომ თავისი ვალდებულება შეესრულებინა და კანონის შესაბამისად ემოქმედა აქ რჩებიან ლევან ხაბეიშვილის მურთაზ ზოდელავას მხარდამჭერები მეგობრები ნათესავები აქ არიან ნაციონალური მოძრაობის წევრები კოალიცია ცვლილებისთვის წევრები და ჩვენ შეგვიძლია გავესაუბროთ თენგო თევზაძეს რასთან გვაქვს საქმე როგორ შეაფასებთ ამ დაკავების ფაქტებს რისი ეშინია ხელისუფლებას ეშინია ყველა იმ ადამიანის ვინც წინააღმდეგობას უწევს და მათ შორის პირველ რიგში სოლიდარობა ლევანს და მურთას ისინი ცხადად მე ვერ გავიგე რას ედავებიან ამ ორ ადამიანს საბოლოო ჯამში ეს სიგიჟე რაც ნახეთ ჩვენ ანუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მაგალითად მურთაზ ზოდელავას შემთხვევაში ამტკიცებს რომ თითქოს მურთაზ ზოდელავამ წინააღმდეგობა გაუწია და შემდგომ იძალა და სუსის თანამშრომლებზე მას შემდეგ რაც მოხდა ლევან ხაბეიშვილის დაკავება და თან მას ემუქრება ამ ბრალდების გამო 2-დან 5 წლამდე ვადი თავისუფლებისა აქ წლებს მნიშვნელობა არ აქვს ამათთან წინააღმდეგობაში ყველა პოლიტიკოს და ყველა იმ ადამიანს ვინც ქართულ ამ კრიმინალურ ანტიქართულ რეჟიმთან არის წინააღმდეგობაში ყველას ემუქრება სასჯელი. ამიტომ დრო არ არის ბევრი. ყოველი დღე უნდა იყოს საპროტესტო დღე და ყოველი დღე უნდა იყოს წინააღმდეგობის. არ უნდა დაველოდოთ არაფერს გარდა ერთისა. ქართული ოცნების ჩამოშლას და ყოველ დღე ამას ხელი უნდა შეუწყოთ. რაც შეეხება იმას, რის გამოც ეს ადამიანები მოგონილი ბრალით არიან დაპატიმრებულები, ახლა ყოველ შემთხვევაში ეს გავიგეთ საჯაროდ. რაც გვითხრეს ის არის, რომ ეს არის გაუგონარი ამბავი, რომ პოლიტიკოს ეგზალება პოლიტიკური განცხადების გაკეთება. აქვე ვამბობ. ის პოლიციელი და სპეცსაზღველი, ვინც უკანონო დავალებას არ შეასრულებს, უკანონო დავალებას ვინც არ შეასრულებს, თუ სამსახურიდან გაუშვებენ აღვადგენთ სამსახურში. ექნება პრემიას, ექნება ფულადი ჯილდოც, ექნება ყველაფერი. ამ ადამიანებს დავიცავთ ბოლომდე, ვინც არ შეასრულებს უკანონო დავალებას. ამას ამბობდნენ. ესეც აბსურდული აქვს თამის მიცემა საჯაროდ შემადგენელი არ არის. აღარ მინდა ზოგადად აზრი არ აქვს სამართლებრივი ჭრილში ამაზე საუბარს. ეს არის პოლიტიკური საკითხი, პოლიტიკური ნიშნით არიან დაპატიმრებული, რაც არ უნდა სერიალები და სპექტაკლები დადგან. სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ეხლა მწუხარების დრო. ეხლა არის წინააღმდეგობის დრო და სოლიდარობა ლევან, სოლიდარობა მურთას და ყველა პოლიტპატიმრას, ვინც ეხლა ციხეშია გამოგონილი ბრალით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა, ყოველდღიური პროტესტი. ჩვენ ამათ არაფერს არ დაუთმობთ, უკან დასახევი გზა მოჭრილია ოპოზიციისთვის, რეალური ოპოზიციისთვის და ბიძინა ივანიშვილმაც მოჭრა უკან დასახევი გზა. მან მოიჭრა უკან დასახევი გზა, მას აღარ უნდა ამ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი, მას მოუწევს უკან დასახევი. გამორიცხულია, ან მას ის დაასრულებს ამ ქვეყნის ისტორიისთვის ძალიან ცუდად. მისი პირადი მაგალითი იქნება ძალიან ცუდი მისთვის სამწუხაროდ და ალბათ ამ ქვეყნისთვის აბედნიერად. აი თავისიანების დაჭერაზეც გადავიდა, ხო? დღეს მაგალითად ცნობილი გახდა, რომ დაკავებულია კორუფციის ბრალდებით თავდაცვის ექს-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის კადრი ბურჭულაძე მანამდე რამდენიმე თვის წინ დააკავეს ასევე კორუფციის ბრალდებით ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, რომელიც ასევე ირაკლი ღარიბაშვილის კადრად მიიჩნევა და რა ხდება ქართულ ოცნებაში? როგორ ფიქრობთ, საბოლოო ჯამში ირაკლი ღარიბაშვილსაც მისწვდებიან და მასაც დააკავებენ? მე დიდად ვერ უგულშემატკივრებ იმ ხალხს, ღარიბაშვილი იქნება გომელაური, ვინც ნოემბერ-დეკემბერში ქართული ხალხის ცვლილებს ამტვრევდა და ახალგაზრდებს შეურაცხყოფას აყენებდა, ღირსებას თელავდა ფეხქვეშ. ამიტომ მე ეგ არ მაინტერესებს, რაც უფრო მეტად ერთმანეთს დაერევნია და ეს ცხადია, ხო, ერთმანეთ ქართული ოცნება ეხლა დგას ძალიან სუსტ ფეხებზე და მისი წაქცევა არის შესაძლებელი. იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ ყველა მუღალად ამას ქვეყნის შიგნით გააქვთ ინფორმაცია ოპოზიციაში, თუ ქვეყნის გარეთ ჩვენ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან შეიძლება სიმართლეც არის, მაგრამ თვითონ აი მისი წევრები, პარლამენტარები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ჭკუიდან არის გადასული. აი
მის წრეებში, სუფრებზე, ოჯახებში როცა დადიან. ეს შეიძლება სიმართლეც იყოს, უნდა ვიცოდეთ ჩვენ ჯანმრთელი ადამიანი მართავს ამ ქვეყანას, არ ეთყობა მის გადაწყვეტილებას. ამაზე ჩვენ არ ვინერვიულოთ, ჩვენ ერთადერთი რაც უნდა გავაკეთოთ, გავაფართოვოთ პროტესტი და დავაჩქაროთ პოლიტიკური პროცესი და დავაჩქაროთ ამ კრიმინალური რეჟიმის ქვეყნიდან ჩამოშორება. ეს ერთადერთი გამოსავალი ამ ქვეყნის. მადლობა, გიორგი კირთაძესაც ვხედავ, მასთან გადავალ ახლა. რას უკავშირებს ლევან ხაბეიშვილის დაკავებას, მურთაზ ზოდელავაც და გასაგები ამბავია, ხო, რასაც ივანიშვილის რეჟიმი გთავაზობს, ყველა განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანი, რომელმაც შეიძლება რაღაც ტიპის პრობლემა რეჟიმს შეუქმნას, უნდა იყოს იზოლირებული, უნდა ჩასვას ციხეში და ამას აგრძელებს ივანიშვილი. აქ გასაკვირი ივანიშვილის მხრიდან რეალურად ალბათ არც არაფერი არის. მთავარი არის, რას ვაკეთებ ჩვენ ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა, ის ხალხი, რომლებსაც მართლა სწორად გვესმის, რომ ამ ქვეყანაში არის ორი არჩევანი, ან ავტოკრატიაში ვიცხოვრებთ, ან დემოკრატიაში ვიცხოვრებთ. ავტოკრატია, უბედურება და რუსეთი და ჭაობის დიდი ხნის წინ დავტოვეთ და საიდანაც ამოვედით, ხო? და ეხლა გვინდა დემოკრატიულად, ნორმალურად ცხოვრება, რაც ნიშნავს ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო მეტად დაახლოებას ევროპასთან და ნორმალურ ცხოვრებას. ყველა ადამიანი, ვინც ნორმალურ ცხოვრებას, ანუ დემოკრატიას ითხოვს ამ ქვეყანაში, არის ივანიშვილისთვის საფრთხე. თქვენ როგორ ფიქრობთ, დაკავებების სერია გაგრძელდება, უნდა ველოდოთ კიდევ უახლოეს მომავალში, რომ ვინმეს დაიჭერს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ოპოზიციურ ფლანგზე? არ არის გამორიცხული რომ ივანიშვილმა დაკავებები გააგრძელოს, ოღონდ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ის მოცემულობა, რაში ვცხოვრობთ. ეს უნდა მივიღოთ მოცემულობად და ჩვენ უნდა გქონდეს ჩვენი სამოქმედო ნაბიჯები, ხო? ის რომ ქუჩაში უნდა იყოს პროტესტი ძალიან მრავალფეროვანი და ძლიერი და ქუჩის პროტესტი არის მთავარი, ეხა რაც ივანიშვილის რეჟიმს ყველაზე მეტად არყევს, ეს არის ცხადზე უცხადესი. ამიტომ ამ მიმართულებით უნდა გავაგრძელოთ. ძალიან ღიზიანდებიან, როგორც მინიმუმ ნახეთ, ხო, 3 დღის წინ რა მოხდა მელიქიშვილის გამზირზე, რამდენი ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული ტიტუშკა დაესხა თავს აქციის. და ისიც ნახეთ რა მოხდა მეორე დღეს, ხო? როცა ხალხი დიდი რაოდენობით ათასობით ადამიანი შეიკრიბა, იმ დღეს ღირსება ქოცებს აღარ გაახსენდათ და ვეღარ შეძლეს, ხო? მათ ქალებზე ძალადობა, მათი ღირსება ხო რეალურად აქ გადის, სამწუხაროდ ყველანი კარგად ხედავთ ქალებზე, მათ შორის ახალგაზრდა ქალბატონებზე ძალადობისკენ. მოკლედ, ჩვენ ვართ იქ, სადაც ჩემი აზრით, მათ შორის ცოტა ხნის წინ იყო ჩვენი ქვეყანა და მე ყოველთვის ვიხსენებ ხოლმე ასლან აბაშიძის რეჟიმის ბოლო ეტაპს. ეგრე იყო ასლან აბაშიძის ბოლო ეტაპიც. მართლა სენატრებას სხვათა შორის ეს პერიოდი. საერთოდ არ არის გამორიცხული, სწორია, რომ თეატრულოკიას ასლანი ენატრება, იმიტომ რომ ეს ორი რეჟიმი მართლა ძალიან გავს ერთმანეთს. ასლანის თავისი რეჟიმის ბოლო ეტაპზე იჭერდა ყველას, ვიზეც ხელი მიუწვდებოდა, აშინებდა, სცემდა ხალხს და საბოლოოდ რითი დამთავრდა ყველამ კარგად ნახეთ, ხო? როცა მთელი ბათუმი და მთელი აჭარა ქუჩაში გამოვიდა, ისევ როგორც 2003 წელს თბილისში მთელი საქართველო რეჟიმები ჩამოიშალა. დარწმუნებული ვარ, ესე მოხდება ეს. ამიტომ არანაირი ყურების ჩამოყრა, ხაბეც, მურთაზიც, ისევ როგორც სხვა პოლიტიკური პატიმრები და სინდისის პატიმრები, დარწმუნებული ვარ, ისევ გმირულად გაუძლებენ. მთავარი არის გარიდარჩენილმა ხალხმა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ პროტესტი იყოს ძლიერი, ორგანიზებული და მრავალფეროვანი. ეს ჩამოშლის აუცილებლად რეჟიმს. მადლობა, მოკლედ ასეთ ვითარება ადგილზე აქ რჩებიან ადამიანები, მურთაზ ზოდელავას, ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები, მათი თანაგუნდელები, რამდენიმე წუთის წინ ადვოკატები შეუშვეს უკვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში. ჩვენ ველოდებით, როდის დატოვებენ ისინი შენობას, რა თქმა უნდა, გააკეთებენ განცხადებას და შემოგთავაზებთ პირდაპირ ეთერში.